მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გაინტერესებთ რა გელოდებათ მომავალში? მაშინ უყურე კარტს, თქვი შენი სახელი, ჩაუთქვი სურვილი და რა გელოდება ვნახოთ. შემოკარგო, ხანში შესული მამაკაციდან ან ცოტა წლოვანებით დიდი მამაკაცი შეიძლება იყოს, შეიძლება თანამდებობის პირი იყოს, რაღაცა დიდი სიყვარული და ფულით ამოგივიდათ. ახლო მომავალში შეხვედრა გელოდებათ, დიდი სასიხარულო, რაღაცა საქმის მოგვარება გელოდება, მთელი შენი ნერვიულობა წარსულში გარდება, აქ ამოგივიდა ფორმიანი მამაკაცი, ბედგამონაცვალი ან შავგრემანი პიროვნება. რაღაცა ჩქარა ღმერთის წყალობა ამოგივიდა, მაგიდა ამოგივიდა. მაგიდაზე შეიძლება ცოტა პატარა დარდი ან განცდები კონდეს, ან შეიძლება მაგიდის დაობაზე, მაგრამ იცოდე, მომავალში ძალიან დიდი სურვილის შესრულება გელოდება. კარგი, გავაგრძელოთ. ყოველთვის შეფერხებული დგეხარ, ყოველთვის საეჭოთ დგეხარ, მაგრამ იცოდე, ყოველთვის სურვილები გისროლდება. საქმეების მოგვარება გელოდება, ამ პერიოდებში ფრთხილად იყავი, ახალგაზრდა ბიჭისგან დიდი ნერვიულობა გელოდება, ან ბიჭზე გელოდება დიდი ნერვიულობა. ფრთხილად იყავი ამ ახალგაზრდა პიროვნებასთან. ბავშვი ბიჭი არის. შემოკარგო, ჯერჯერობით ძალიან ბევრ ნერვიულობებს ხედავ შენ ცხოვრებაში. ვიღაცა მამაკაცი ისევ ამოგივიდა, ცოტა არ იყო სანერვიულოდ ამოგივიდა ეს ადამიანიც. შეფერხებები გიჩანს, კაზიონ სახში ცოტა ნერვიულობები გელოდება. ეს პერიოდი რაღაცა ცოტა დაძაბული კი არის შენ ცხოვრებაში. ნერვიულობა, დარდი, განცდა, გაპუსტავება და ხედავ ამ პიროვნებას, ეს ან ფორმიანი მამაკაცია, ან ბედგამონაცვალი, შეიძლება ვიღაცა ყოფილიც, არ ვიცი, ასეთი პიროვნებიდან რაღაცა დიდი ნერვიულობა გიჩანთ. აქ ახალგაზრდა ბიჭთანაც გიჩანთ ნერვიულობა და ასევე ამ მამაკაცთანაც. ნახოთ კიდე რა გელოდებათ. შემოკარგო, მომავალი კი კარგი გიჩანს, მაგრამ ეს პერიოდში ყოველთვის რაღაცა ნერვიულობა და გულის ტკენა გელოდება, ძალიან თხილად უნდა იყო. რაღაცაზე გულნატკენი დარჩები, ერთი თვის განმავლობაში, ან ამ ეს პატარა პერიოდში თუ რამეს ელოდები, ჯერჯერობით გულის გატეხვა გელოდება, დაღონებული იქნები. შეიძლება შე როგორც გინდა, ისე არ მოხდეს. მაგრამ ჩათვალე, რომ ღმერთს ჯერ არ უნდა ის რომ მოხდეს. აი ამას გაფრთხილებს. კარგი. ნახოთ ახლა თქვენი ნეგატივებიც და მაგით დავამთავროთ. რა ხდება შენ ცხოვრებაში? შემოკარგო, ცოტა არ იყოს განცდები და ნერვიულობა გაქვს. ძნელ დღეებს გადიხარ. რა გელოდება? ბედნიერება გელოდება, სიყვარული გელოდება, ოღონდ ცოტა შენ თვითონ უნდა შეიცვალო. ამჟამად ფინანსები გელოდება, ფული გელოდება, რაღაცა კარები გეხსნება. რას გაფრთხილებს კარტი? ძალიან ბევრი ენა დადის. უნდა იყო ფრთხილად, რასაც ჩაფიქრებული გაქვს არ ილაპარაკო, ან ცოტა ილაპარაკე. შეიძლება რაღაცა ენის გამო რაღაცა საქმე გაგიფუჭდეს. ახლა დროებით გემშვიდობებით ნახვამდის.